მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავასა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ხუდუშაურს ბრალდება ცოტა ხნის წინ გააცნეს. თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავს ვასილ მხეიძესაც გააცნეს ბრალდება. დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.313.728 ლარი გაიფლანგა. გამოძიება დაკავებულებს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია 2023 წლის პერიოდზე. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.313.728 ლარი. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, როდესაც გამოვალ შევხვდები ჩემი დაცვქვეშყოფს, ჩემი დაცვქვეშყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით მასალებს ვერ მოგაწვდით და გთხოვთ რომ რასაიდალებია კონკრეტულად რომ ეხ არის ბრალის წარდგენა და ჭეჭა რა არის ჩვენი ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლი მითვისება გაფლანგვის კონკრეტულად გაფლანგვის მუხლი დახმარება კონკრეტულად თუ გჭირდება პოზიცია არ აღიარებს რა თქმა უნდა ბრალს სხვა მასალები ჯერ არ განმომცემია გადმომცემს გამოძიებელი მასალებს შესაძლოა დღესვე ჩაინიშნოს აღკვეთის ღონისძიების ხდომა დანარჩენ დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ. უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რეალურად ეს არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ქართულ ოცნებაში შიდა კლანური დაპირისპირებაა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების დიდი ხნის პრიორიტეტია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ყველა არაკანონიერ ქმედება სათანადოდ იქნება დასჯილი. ყოველი არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ გრძელდება, უბრალოდ ერთმანეთს დაერივნენ. ქართული ოცნება ეს მავნებლები არიან კრიზისში. ძალიან მკაცრი პოზიცია წამოვიდა და ცივი შხაპი ევროკავშირიდან. ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არანაირად ამათ არ ცნობს და არანაირად არ ეკონტაქტება. ამიტომ დაერივნენ ერთმანეთს და ახლა ღარიბაშვილის გარემოცვაზეა შეტევა სინამდვილეში, თორე კორუფცია რო ადარდებდეთ, მაშინ ყველამ თავი უნდა დაიჭიროს. იქ აი ეს კისერში უნდა მოიკიდონ ყველამ ხელი და წავიდნენ ჩაჯდნენ ციხეში და დააბრუნონ ფულებით, მაგრამ სინამდვილეში ეს კი არ ხდება. ერთმანეთს დაერივნენ. არაერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი სხვადასხვა დროს საუბრობდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ აღვირახსნილ კორუფციაზე. უბრალოდ ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის. უბრალოდ ვენდეტა არის. ერთი ჯიბიდან მეორეში უნდა გადაიტანონ ფული. ჯუანშერ ბურჟუაძის ჯიბიდან უნდა გადაიტანონ მამუკა მდინარაძის და ირაკლი კოპახიძის და ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. ამას ემსახურება ეს ამბავი. ეხლა მოიცალეს ერთმანეთის დასაჭმელად. აი ამას უკავშირდება და ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია და მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, დაკავებულია ამ მოპარული ფულის ამოღებით. ჩვენ არა ვართ 1927 წელს რომ ვეღაცის განცხადების საფუძველზე დაიწყოთ ვეღაცების დაკავებები. დაკავებები დაიწყო და გამოძიება დაიწყო და ყველა პასუხს აგებს, როდესაც მოგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელმაც შეიძლება დაადასტურონ ამა თუ იმ პიროვნების ბრალი. ამიტომ ყველას მინდა უთხრა, რომ ვისაც თანამდებობის დაკავება უნდა, კარგახანს იფიქროს, რომ იმის თაობაზე, რომ ეს პრივილეგია არ არის, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და უზარმაზარი ტვირთი.
წინააღმდეგი შემთხვევაში სხვა განწყობით თუ მივა თანამდებობაზე, ის აუცილებლად დაამთავრებს ციხეში. ხელისუფლება ამტკიცებს დღენიადაკ, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა, განურჩევლად სახელებისა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ პოზიციებისა. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რომელიმე კონკრეტული სახელგვარი არ მოსწონს, იმიტომ რომ კორუფცია არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არსებითი პრობლემა ზოგადად. და ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, ჭირდება ასევე სერიოზული მიდგომა და სერიოზული ბრძოლა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით ხელისუფლება ამტკიცებს იმას, რომ მის თავარი საზრუნავი არის კორუფციასთან ბრძოლა, სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, არის კორუფციასთან ბრძოლა და ეს მიდგომა, ეს სერიოზული დამოკიდებულება როგორც სიტყვით, ასევე საქმით მომავალშიც გაგრძელდება. ქალაქ ლანჩხუთში მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ჭაბურხილი, რეზერვუარები, სატუმბის სადგური და აღრეცხვის კვანძები. აშენდება ახალი სათავე ნაგებობა და საქლოროლატორო. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია, ხოლო ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში წითელი სხივისა და ნაროჯის უბნებისთვის წყალმომარაგების ქსელის სრული მოწყობა. პარალელურად დაბა ურეკში მიმდინარეობს ორი ახალი ჭაბურხილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თითქმის 10 კვადრატული მეტრის მაგისტრალური მილი და 52 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელი. სატუმბის სადგური, საქლორატოები, აშენდება რეზერვუარები და ჭაბურხილები. უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება ქალაქი ოზურგეთისთვის, როგორც მოგიხსენებათ, ქალაქს ამ ეტაპზე გრაფიკით მიეწოდება წყალი პროექტის დასრულების შემდეგ, რასაც ვარაუდობთ 2025 წლის ბოლოსთვის 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება ქალაქს. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება წყლის აღების სისტემებს, ასევე აშენდება სერვის ცენტრი. აგრეთვე დიდი პროექტი მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთში, სადაც ასევე წყალაღების სისტემებს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და აშენდება სერვის ცენტრის ფილიალი. ჯამში ორივე ქალაქში დაიხარჯება 80 მილიონ ლარად. ტემპერატურის მკვეთრი აწევის გამო ბოლო დღეები განსაკუთრებით ცხელია. ეს პერიოდი განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს. ოზურგეთის კლინიკა მედალფას პედიატრმა მარიკა ზარნაძემ გურიეტივის გაუზიარა რჩევები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვნების მშობლებისთვის. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვირუსები დიდი სიხშირით არ ცირკულირებს, მაგრამ გამოწვევად რჩება სიცხიანი ამინდები, რომლის დროსაც პატარებს განსაკუთრებული სრუნა სჭირდებათ. ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, გარემოს ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება რისკი ძირითადად გაუწყლოების, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში არის სახიფათო, ძირითადად 2 წლამდე ასაკი არის განსაკუთრებით საყურადღებო, იმიტომ რომ კანის გზით ხდება აორთქლება ძირითადად და სასურველია თუ დილის 10 საათიდან 6 საათამდე თუ ძალიან აუცილებელი არ არის იყონ სახლის პირობებში თუ გარეთ გაყვანა აუცილებელი ამ შემთხვევაში შესაბამისად უნდა იყოს შემოსილი, ანუ თავსაბურავი, დახურული ტანსაცმელი და სასურველი არის ისეთი ბუნებრივი ქსოვილისგან ტანსაცმელი, რომ კანმა ისუნთქოს და აუცილებლად წყალი, წყლის მიღება აქტიურად უნდა მივაწოდოთ. რომ გამოშრობისაგან, გაუწყლოებისაგან დავიცვათ. უფლიანობის დროს წყალთან ერთად კიდე ელექტროლიტების კარგვაც ხდება და ხანდახან ელექტროლიტების წახმარებაც დაგვჭირდება წყალთან ერთად, რომ არ მოხდეს იმის ელექტროლიტების დონის დაქვეითება. მნიშვნელოვანია აგრეთვე სითბური დაკვრა და მზის დაკვრა. ანუ გარემოს ტემპერატურაც ახდენს გავლენას, არა მარტო პირდაპირ მზის სხივები, ამისგან დასაცავადაც ისევ და ისევ წყალი გვეხმარება. რო ვთქვა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევები არის და მომართვიანობა ძალიან მაღალია, ჯერჯერობით საბედნიეროდ არ არის. თუმცა უკვე დაიწყო ცოტა ნაწლავური ტიპის ნაწლავური ინფექციები, ახასიათებს გულისრევა, ღებინება, აშლილობა, ტემპერატურა. მაინც ყველა ინფექცია ასე თუ ისე თითქმის უმეტესად გადადის ხელების გზით. ამიტომ პირველ რიგში ხელების ხშირი დაბანა, ჰიგიენა
და ზედმეტი კონტაქტები, აი თუ გავიგონებთ, რომ ვიღაცას აქვს ტემპერატურა, ბავშვი მოვარიდოთ უნდა კონტაქტებს, რომ იოლად არ მიიღოს ეს ინფექცია. გულსიზრდართა სისტემის დაავადებები მოსარიდებელია, ფარისებრის პრობლემები, ვისაც აქვს, ისინიც მოსარიდებელია. და ზოგადად არც არავის უხდება, ჯანმრთელსაც არ უხდება. განსაკუთრებით ბავშვები დასაცავი არის და ისინი ჩვენზე არიან დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შესაბამისი პირობები შევქმნათ გართულებებისაგან დასაცავად. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებასა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.